საღამო მშვიდობისა ყველას. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით მარჯანიშვილის მოედნიდან. ეხლა მინდა გაჩვენოთ აქ ვითარება რეალურად რატომაც დაიწყეს ჩართვა. როგორ დგას ქალაქი, ეს მინდა დაინახოთ. ვინც მანქანაში ზის იმან ისედაც იცის და დანარჩენება მინდა რომ ნახოთ, აი პიკის საათია. ხალხი მოდის სამსახურიდან და ქალაქი დგას. უკანა მხარეს გაჩვენებთ აგერ. დგას. სასტრაფო იქნება ეს, რომელიც ასიგნალებს რომ გაუშვან. ხალხი რომელსაც სახში მიეჩქარება. ნელ-ნელა იძuris და მოძრაობს, ბევრ შემოსავალს კარგავს, დროს კარგავს. ამაზე გამახსენდა ერთი ამბავი. მოგიყვეთ, ესე იგი სტალინის შესახებ მოგონებებში არის ეგ ისტორია. ერთხელ სტალინი მონაწილეობდა საქართველოს ისტორიის შესახებ სახელმწიფოს შექმნაში. და ამისთვის თავის აგარაგზე დაიბარა რამდენიმე ქართველი მეცნიერი, იმისთვის რომ განეხილა რა იწერება ამ სახელმწიფოში. ზეპირად იცოდა ზუსტად რომელ თავში რა იქნება, მოკლედ ყველაფერი უსწორებდა, შენიშვნებს აძლევდა ამასთან დაკავშირებით და ერთი ამბავიც მოუყვა მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა პრეტენზია ამასობაში, ჩანს მოგონებებში, რომ ძალიან დიდი ორგანიზატორია. და უყვება ასეთ ამბავს თავის რევკომის, ანუ რევოლუციური კომიტეტის წევრებზე, რომელთაგან უმეტესობა მან რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მაგალითად ფილიპე მახარაძის გარდა, ყველა მოიცილა მოგვიანებით, ხო და ამაზე ყვება, რომ ბუხარინიც იყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი წევრი რევოლუციონერი. ბუხარინზე ყვება, რომ ბუხარინიო, ესეო დადიოდაო, იქით-აქეთო. ხანო შარვალი ქონდაო, ჩაჩაჩულიო, ხან სადღაც რჩებოდაო, ცალი ფეხსაცმელიო, ხან თამარიო, ხან ხალსტუხიო და ამ დროსო პრეტენზია ქონდაო, რომ ყველაზე დიდი ორგანიზატორი იყო პარტია ემართაო და ქვეყანა ემართაო. ისი თქმა უნდა მას, რომ აი ესეთი მისი ახლო გარემო თუ ქონდა მოუწესრიგებელი და კონტროლი ვერ ქონდა განხორციელებული, ასეთ ადამიანს ვერ ექნებოდა სამართლიანი პრეტენზია იმაზე, რომ ქვეყანას გამართავდა. რატომ მოვიყვანე ახლა ეს ამბავი და ეს მაგალითი? ხალხს, რომელმაც 12 წლის განმავლობაში ერთი პრობლემა ვერ მოაგვარა, რომელიც სფეროც გინდა ნახეთ, მაგრამ აი ეს პრობლემა, რომელიც ეხება მანქანით გადაადგილებას და საცობებს. ადამიანებს, რომლებმაც ერთი საკითხის ვერ გადაუწყვეტეს ხალხს, რომ ნაკლები საცობები იყოს და უფრო ნორმალური, კომფორტული იყოს ქვეყანაში ტრანსპორტით გადაადგილება. ეს ერთი თემა ვერ მოაგვარა და ეხლა ესენ ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა უნდა მართონ და თურმე ფასები უნდა დაარეგულირონ და ადამიანების ცხოვრება უნდა გამართონ და იმას უნდა გაუმკლავდნენ, რა ქვია, ევროპას უთითებენ, გერმანიას და შვედეთს, რომ იქ თურმე პრობლემებია. ეს ორი რაღაცა შეუთავსებელია. სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ აი ახლა რო უყურებ, აი ეს საკითხი, საცობები, გაუმართავობა, ბაღები, დაბალი ხელფასები, არავის არ აინტერესებს. აინტერესებთ საკუთარი ჯიბე, კორუფცია, წილები და ის სფერო, სადაც ფული კეთდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მაფიოზური მთავრობაა ჩვენს წინაშე. კი ბატონო, ვიღაცა ოჩოპინტრე გოდულაძე რას იწვის პარლამენტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სწორედ ეს მაფიოზური ლოგიკა აქვს ჩვენ მთავრობას. აი ძალიან მწუხვა, რომ ამდენ დროს, ამდენ ბენზინს, ამდენ ნერვებს და ამდენ სიცოცხლეს კარგავთ ჩვენ თუნდაც ამ ელემენტარულ რაღაცაში, რაც არის ქალაქ თბილისში გადაადგილება. ეს ხო კაი მაგალითია იმისა, რაზეც მოყვა ისტორია სტალინმა.